ხელისუფლების მმართველობის დროს ოპონენტების გასანეიტრალებად ჩაწერილი და დაარქივებული პირადი ცხოვრება დღესაც ხელმისაწვდომია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაბრალების პოლიტიკა ხელისუფლების შეცვლიდან 7 წლის შემდეგ ეფექტურია. კადრები ვრცელდება ოცნების მმართველობის დროს და სწორედ ოცნების პასუხისმგებლობა დამნაშავეების უმოკლეს დროში დასჯა. გამავრცელებელთა ნაწილი უკვე დაკავებული, ახლა მთავარია დამკვეთის ვინაობის დადგენა და ბინძური იდეის ავტორის სამაგალითო დასჯა. ძალიან სამწუხაროა თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმეს გონია, რომ პირადი ცხოვრება არის კომპრომატი. რა არის მიზანი ასეთი მორალური ტერორის, ხო? გაგაჩენო, განიარაღება მოხდეს და გაგანადგურონ, ხო? ეს არის ამის შედეგი. გამოიყენება კონკრეტული ადამიანების სამოქალაქო მკვლელობისთვის. განსხვავებულთა წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი გახდა ეს სისტემა. არ უნდა ჩავაყენოთ ჩვენ მსხვერპლი მდგომარეობაში, რომ ამტკიცოს ის საშინელება, რაც მის მიმართ ხდება და უფრო მეტი სოლიდარობა მართებს, რა თქმა უნდა, ყველას და პირველ რიგში ალბათ ქალებს. დანაშაული, რომლის სიმძიმეზეც ყველა თანხმდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით ისჯება. პირადი ცხოვრების სამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა. სწორედ პირადი ცხოვრების სამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება, შენახვა, შედავება, გამოძიება 17 ადამიანს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკაბესელიას უკანონო ფარული ვიდეო ჩანაწერის ინტერნეტ სივრცეში გამოჩენიდან მეხუთე დღეს გამავრცელებლები დააკავა. გამოძიების თანახმად ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა. ზურაბ სოლომონაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ეს ვიდეო მას მოუვიდა მართლაც მესენჯერზე, ნახა, თავიდან ვერც კი დაათვალიერა, მერე რომ ნახა, ფიზიკურად ვერ მოასწრო, რომ მისულიყო პოლიციის დაწესებულებაში და განეცხადებინა ამასთან დაკავშირებით, მანამდე მოხდა მისი დაკავება. ცდილობა იყო ამ ასეთი იარაღით ჩემზე ზეწოლის სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ რომ ეს ოჯახური სივრცის და საიდუმლოების ჩაწერა მოხდა სააკაშვილის პერიოდში და ეს არის სწორედ ის მასალა. დაზარალებული ბრალდებულების მიმართ ჰუმანურ სასამართლო პროცესს. ბინძური კამპანიის მთავარი იდეოლოგის გამოვლენას და დასჯას კი მკაცრად ითხოვს. მანამდე მხოლოდ ვარაუდობს, რატომ გახდა იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ანგარიშწორების ობიექტი. ემთხვევა იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ძალიან გამწვავდა სასამართლოს თემასთან დაკავშირებით პარლამენტში და უკავშირდება ეს გამწვავება სწორედ იმ ავად სახსენებელ ათკაციან სიას. რა უნდა ვიფიქრო? რატომ დაემთხვა ეხლა ამ პროცესს? ეს ხო შემთხვევით არ მომხდარა. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ასეთი ფორმით გუნდის შიგნიდან გებრძვირა თქვენ. მე მაქვს უფლება ჩემი ეჭვები მქონდეს. და რაღაცა შინაგანად ეს განცდა მაქვს, არ ვალავ. რადგანაც ეს უკვე ჩვენი ცხოვრების რეალობად იქცა, რომ არავის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი არ დარჩა. ვფიქრობ, თავარი გამოწვევა ძალოვანი სტრუქტურების ეს არის, რომ უნდა შეძლონ ამისგან მოსახლეობის დაცვა. დავით ჭიჭინაძე პირველი იყო, ვინც კოლეგის პირადი ცხოვრების სამსახველი ვიდეოს გავრცელების შესახებ ინფორმაცია პარლამენტარებს კომიტეტის ხდომაზე მიაწოდა. ჭიჭინაძე ამ ბინძური მეთოდის გამოყენების რამდენიმე მოტივს განიხილავს და იმასაც ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერის გასაჯაროებამ ზიანი ბიძინა ივანიშვილსაც მიაყენა. მე ვფიქრობ, ეს აქტი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, იმიტომ რომ ეგონა, რომ ეს ყველაფერი დამშვიდდა, დაალაგდა და იყო გარკვეული შეთანხმებები მიღწეული, რომელიც არ აწყობდა ზუსტად იმ დასაყრდენებს და იმ კლანის წარმომადგენლებს, ხო? მე ვფიქრობ, მათ ვერ აიტანეს ზუსტად ეს მშვიდი გარემო. ჩვენთვის ყველასათვის მიუღებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მოხდეს ვინმესთან საუბარი. ვინ იყენებს აკრძალულ მეთოდებს პოლიტიკურ ავანსცენაზე? კვირის განმავლობაში ბევრი ვერსია და ურთიერთბრალდება გაჩნდა. უმრავლესობის ლიდერმა ჩანაწერის გასაჯაროებით პოლიტიკური ოპონენტების დაინტერესებაზე დელიკატურად მიანიშნა. თუმცა ეს ვერსია მას შემდეგ გამყარდა, რაც დაკავებულებს შორის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც აღმოჩნდნენ. წინა ხელისუფლების თან დაკავშირებულ ადამიანებს, თუნდაც წინა ხელისუფლების წევრებს. მაშინაც და დღესაც შესაძლოა აქვთ ეს ჩანაწერები შენახული და შესაძლოა ზუსტად ესეთ მომენტებში, როდესაც პოლიტიკურად შეიძლება, თქვათ,
ოპონენტებისთვის იყოს მომგებიანი ამის გავრცელება, ისინი ამას იყენებენ. ჩვენი აქტივისტების დაჭერა არის რეალურად გადამისამართება, პრობლემის გადამისამართება და იმისი, რომ რეალური დამნაშავეების გამოვლენა არ უნდათ. შანტაჟი კადრებით განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ბრალდებები გაცილებით მწვავეა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. პარტიაში ფიქრობენ, რომ უკანონო მიყურადების დამკვიდრებული პრაქტიკისთვის პოლიტიკური ფასი მათ 2012 წელს არჩევნებში დამარცხებით გადაიხედეს. თუმცა დაზუსტებით და ღიად მაინც არ ამბობენ, შეიქმნა თუ არა ფარული ჩანარწერების ინდუსტრია მათი ხელისუფლების პირობებში. ზეპირად საუბრობთ იმაზე, რომ კონკრეტულად ვიღაც ადამიანებმა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩაიწერეს და ახორციელებდნენ ფარულ მიყურადებას და თვალთვალს, მაგრამ კონკრეტულად რეალურად არც ერთი ობიექტური გამოძიება არ წარმართულად. ცოდეთ თუ არა, რომ თქვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა გამოყენება მსგავსი კადრების ან წარმოება არასანქცირებულ მოსმენებს. მე პირადად, პირადად ნამდვილად მე ისაც სფეროში მუშაობდი, რომელიც ეხებოდა განათლებას და რომელიც ეხებოდა სხვა საკითხებს. პირადი რწმენა უკან რჩება, როდესაც შრეიდერის აპარატით ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებულ პირადი ცხოვრების ამსახველ 100 დისკს მასზე დაცული 181 საათიანი ჩანაწერებით ანადგურებენ. ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკით უნდა დასრულებულიყო საძინებლის კადრებით შანტაჟი და ტერორი. ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში გავრცელების ფაქტზე 2013 წელს დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეც. მინისტრმა მაშინ თავად ისაუბრა მოადგილის ბრალეულობაზე. ჩემი ოფილი მოადგილი გელა ხვედელი დაკავებულია. 2012 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით დევნა 41 ადამიანზე დაიწყო. 157 პრიმა მუხლით კი 16 ადამიანზე. წინა ხელისუფლების დროს კასრებსა და დისკებზე შენახული ფაილების მწარმოებლების რაოდენობა კი გაცილებით მეტია და ბუნებრივია ოცნების ხელისუფლების მიმართ ბრალდებაც, რომ გამოუძიებელი ბევრი ასეთი საქმე დარჩა. არ დასჯილან წინა ხელისუფლების პირობებში გადაღებული იმ ვიდეო ჩანაწერების გამავრცელებლებიც, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 2016 წელს გაჩნდა მორალური და პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით. მაშინ დიახ, ფარული კადრები იყო გამოყენებული ჩვენი პარტიის კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჩემი მეგობრების წინააღმდეგ. დანაშაული ჩაიდინეს სწორედ ამ ხელისუფლების ნაწილმა იმ ორგანიზებული თუ არაფორმალური ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში არიან მოკალათებული. თავდასხმის ობიექტი იყო თინა ხიდაშელიც, როგორც თავად ამბობს, იცის ვინ იდგა ფალსიფიცირებული ვიდეო კადრებით მისი დისკრედიტაციის მცდელობის უკან, თუმცა ამ დრომდე ვერ ხედავს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, დასაჯოს ბრძოლის ამბინძური მეთოდის დამკვეთები. ზუსტად ერთი თვე დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ არავითარი ნება არ არსებობდა ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემის, იმიტომ რომ მათ იცოდნენ ყველაფერი. მის სამართები იცოდნენ, კაფეები იცოდნენ, ინტერნეტ კაფეები, საიდანაც იტვირთებოდა ეს ვიდეოები, გვარები იცოდნენ, სახელები ამ ტვირთაობისაც და იმ ადამიანებისაც, ვინც ამ ტვირთაობის უკან იდგნენ. იყო საუბარი, რომ და აქედან გამომდინარე, რომ ასეთი სრულყოფილიყო ინფორმაცია ცოტა ხანი, მაგრამ ჯეროდა, რომ ესე იგი ეს ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდა, როცა ვნახე რომ არ მივიდა, ერთ თვეში მე წავედი კიდევაც თანამდებობიდან. ერთი პრობლემა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს, ეს იყო უკანონო მიყურადება თვალთვალი და მეორე პრობლემა, რომელიც არის ახალი ხელისუფლების დროს, რომელიც უკვე ახალი არ არის, 7 წელია მართავს ქვეყანას, რაც გულისხმობს კადრების გავრცელებას. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით კითხვები წარსულის მანკიერი პრაქტიკის არსებობაზე არ აქვთ ევროპულ საქართველოში. მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური საფასური როგორც ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს არჩევნებში დამარცხებით მათაც გადახდილი აქვთ. ასეთივე მომავალს ახლა ქართულ ოცნებას უწინასწარმეტყველებენ. ვთვლი რომ სანამ არ გამოავლენს გამოძიება რეალურად იმდროს ამ ყველაფერს უკან, მანამდე ჩვენთვის იქნება საზოგადოებაში იქნება მიღებული პოლიტიკური ანგარიშების ეს ფორმა.
მოდი ყველა შევთანხმდეთ, რომ ამისთვის ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, ჩვენ ასეთი ტიპის საზიზღრობებს ქვეყანაში ვერ დავამთავრებთ. და ეს არის აუცილებელი, რომ დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება დროზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დამთავრდეს ოპერატიულად. ვინ გაუსწორდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ძველი ჩანაწერით? ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე პასუხს გამოძიება ამჯერად აუცილებლად გასცემს. პოლიტიკოს კარგად ახსოვს დაპირება, რომლითაც ოცნებასთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა. ამ საერთო ღირებულებების არსებობაში უნდა დარწმუნდეს ეკა ბესელიაც, ელოდება შედეგებს და თანაპარტიელების ნაბიჯებს, რომლითაც გუნდში მისი ყოფნა არ ყოფნა გადაწყდება. მე მგონი რაღაცა უკვე მიუახლოვდით იქ, სადაც გააწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და ეს არის სწორედ პარტიის გააწყვეტილება, როგორ ვაგრძელებთ, ვისთან ერთად ვაგრძელებთ. ეხლა ერთად უნდა გადავწყვიტოთ. აი, ეს არის უკვე ფასეულობათა და ღირებულებათა სისტემასთან დაჯახება. ამ ღირებულებებში ჩვენ ისევ ერთად ვართ თუ არა?